მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქეთის სამზარეულო თავგადასავალს. დღეს თქვენთვის ძალიან საინტერესო მენიუ მაქვს. ეს იქნება მარწყვი არის ახლა შემოსული კარგი და მარწყვის ფხვიერი ნამწვარი და ასევე სტეიკი არაჩვეულებრივი соусით. ამ соусში იქნება სოკო, დიჟონი, ნაღები, ბრენდი და მოკლედ ძალიან დატვირთული და გემრიელი და საინტერესო და ასევე ძალიან საინტერესო სტუმარი მეყოლება. გადავალ მე ახლა ნამცხვრის კეთებაზე. და იმისთვის რომ გავაკეთოთ ეს ნამცხვარი, ჩვენ დაგვჭირდება 360 გრამი ფქვილი, 180 გრამი შაქარი, 150 გრამი კარაქი და ასევე 1 პაკეტი საცხობი ფხვნილი და 1 პაკეტი ვანილინი. ეს ყველაფერი ჯობია რომ ჩავდოთ ჩოპერში და კარგად ავთქვიფოთ ერთად, იმიტომ რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ცომი იყოს ფხვიერი და რომ არ იწვალოთ და ხვდებით ალბათ რომ მე გაადვილება მიყვარს ყველაფრის. ეს ჩოპერი მიადვილებს იმას, რომ ეს სტრუქტურა თვითონ ამ ცომის არის ფხვიერი და სულ ცალ-ცალკეა ეს. თანამ ჩაყრით კარაქს, ჯერ ფქვილში უნდა ჩაყაროთ საცხობი ფხვნილი, შემდეგ ვანილი, შემდეგ შაქარი, ერთი მორევა მოურიოთ, რომ ეს ერთმანეთში კარგად გაერიოთ და შემდეგ დავამატოთ კარაქი. აი ესე. ეხლა ვიღებ ჯამს. აი ნახეთ, ესეთი უნდა იყოს თვითონ კონსისტენცია ამ ცომის და აი ნახეთ. აი ესეთი ფხვიერი უნდა იყოს. და ეხლა რას ვაკეთებთ? მე გავაკეთებ ამას ასეთ ჩიზკეიკის ფორმაში და რატო? რომ აქედან ძალიან ადვილად ამოდის შემდეგ. აი ესე იგი ვიღებ ასე ნახევარ ამ ცომს. და აი შეხედეთ როგორ ვაფრთხილებ. აი ეს ცომი გავაფრთხილე. ეხლა ავიღებ მარწყვს. ესეთი არაჩვეულებრივი მარწყვი გვაქვს. მარწყვს ვამატებ სადღაც 80 გრამ შაქრის ფხვნილს. ვანილს, უბრალოდ ვანილინს. გავამატებ სულ ცოტა ბრენდის. და ასევე დავუმატებ 2 ჩაისკობს სახამებელს. უმჯობესია გამოიყენოთ სიმინდის სახამებელი. აი მას ესე აურევ კარგად. და ავიღებ ახლა ამ მარწყვს უკვე. და გავანაწილებ ამ ცომზე. ხათ ესე უგემრიელესია და ნამდვილად აი საზაფხულო ნამცხვარია, ფხვიერი და კარგი. და დანარჩენა ახლა ამ ცომს უკვე. ესე მოვაყრი. და ასევე მოვაყრი ახლა ესე დიდ გუნდებს, ცოტა უფრო დიდ ესე. აი ესეთი ფხვიერი და გადასარევი ნამცხვარი გამოვა. და წავა ახლა ღუმელში. 185 გრადუსზე იქნება 1.35 წუთით ეს ღუმელში. 185 გრადუსზე, სადღაც 35 წუთი დაჭირდება ამ ნამცხვარს. აუცილებელია რომ უყუროთ და ზედა ფენა ეს ცომის, როდესაც კარგად დაიბრაწება, ცოტა გაყავისფრება, მაგ შემთხვევაში უკვე ჩვენი ნამცხვარი მზად იქნება. ახლა კი მე გადავალ ძირითად კერძზე. დავადგე აქ ორთქლის ქვაბი. ამ ორთქლის ქვაბში ახლა ესეთი დიდი კარტოფილები მაქვს. ესე გავჭრი. მოვხარშავ ცოტას ორთქლზე და შემდეგ ამას დავბრაწავ კარგად როზმარინით. ეხლა კი გადავიდეთ სტეიკზე. ესეთი არაჩვეულებრივი
ნაჭერი მაქვს, ესე გავჭრი. ეს ძალიან აინტერესებს ხოლმე ჩვენ მაყურებელს და მოდი კარგად გადავიღოთ როგორ ვჭრი, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს როგორ ვშლი ამ ესე მარაოსავით, პრინციპში ესე. აი ნახეთ ესეთი გაშლილი ნაჭერი გამოვიდა. 1 ესე მიუყვები ამ დანით, აი. ესე. ესეთი ორი ნაჭერი გამომივიდა, ხა ამ ორ ნაჭერს დავალბობ, მე ჩავდებ მარინადში. დავასხავ ზეითუნის ზეთს. ესე. დავაყრი ცოტა წიწაკას ფერადს. ასევე დავასხავ ბრენდის. ძალიან უხდება ეს მარინადი ხორცს, აი სულ სხვა გემოს აძლევს და არაჩვეულებრივი თვითონ გამოდის ეს კერძი, იმიტომ რომ ეხა ამას დავამარინადებ 1-10 წუთით, ესე 15 და დავიწყებ ეხა ჯერ დავჭრი ხახვის წვრილად და ესეთი соуსი ექნება აი ამ სტეიქს. ცოტა ხახვი. პრინციპში ეს ნახევარი ხახვი ეყოფა. სანამ კარტოფილი მოიხარშება და სტეიკი იდება მარინადში, ახლა დავიწყოთ соуსის კეთება, რომელშიც შემდეგ ეს ხორცი ჩაიდება. არაჩვეულებრივი соуსია. ახლა ჩვენ გვინდა სოკოები ესე. სანამ ხახვი მოითუშება და ნიორი ესე ოდნა მე დავჭრი სოკოებს. ეხლა სოკოებს დავჭრი ორნაერად. ერთი იქნება ცოტა ესე გრძელები და დიდები. და ასევე მექნება კიდე პატარა ნაჭრები, რომელიც უფრო გაერევა ამ ხახვში და ნიორს და თავის წვენს გაუშვებს და უფრო აქტიურ გემოს მიცემს ამ соуს. ინგრედიენტები ხახვი, სოკო, შემდეგ მიდის ახლა დიჟონის დოგს დავამატებ. არაჩვეულებრივი რეცეპტია. აი წამოვიდა სოკოსუნი უკვე, აუცილებლად დავუმატოთ მარილი. ფერადი წიწაკა. და უკვე ეს სხვილად დაჭრილი სოკოებიც. აი ესე ახლა ვიწყებ დამატებას. ჯერ ვამატებ აი ესე ბრენდის და ნახეთ აქ რა მოხდება. აი ეს კონიაკი უნდა გამოიწვეს ესე ამ ტაფაში. უხრა არომატი აქვს, ჩაქრა ჩემი ცეცხლი. ცოტა დამჭირდება ვორჩესტერის соуსი ესე, ცოტა. დავამატებ აი ესე დოგს. და ასევე დავუმატებ ნაღებს. უგემრიელესი соуსი და ნამდვილად ძალიან უხდება ხორცს. ეხლა მჭირდება უფრო მსხვილი წიწაკა. ეხლა მჭირდება კიდევ ასე ოხრახუში, აი ამ კერძისთვის. ძალიან უხდება.
ეხლა უკვე დაუწევ აი ამ соуს ძალიან დაბალ ცეცხლზე იქნება. და ესე ნაწილ ოხრახუშს ესე ჩაუშვებ. აი ესეთია ეს соуსი. აი ხა ეს მზად არის, ამას ცოტა ხანი გადავდგავ და შემდეგ ხორცს მოვწავ რამოდენიმე წუთით აქეთ იკითხარეს და უკვე ჩავდებ აი ამ соуსში. კარტოფილი მოიხარშა უკვე. ეგ მოვამზადებ, რომ შემდეგ ტაფაზე შევბრაწო უკვე როზმარინთან ერთად. ესე. ეხლა მჭირდება გრილის ტაფა, დავადგავ დიდ ცეცხლზე. ერთი მხარე კარგად. ხედავთ ალბათ ეხლა ამოვატრიალებ მეორე მხარეზე, ორივე მხარეს ცოტა კიდე იყოს. და ესე კიდე ამოვატრიალებ. საჭირო ძალიან ცოტა დავასხათ რომ ეხლა მე აი აქვე ამ ტაფაზე კიდე სულ ცოტა ზეც დავასხავ აი აქეთ მხარეს და დავდებ აი ესე კარტოფილებს როგორ დაინახეთ მარილი არ დამიყრია ხორცისთვის შეწვამდე აი ახლა დავაყრი სწორედ ასევე კარტოფილსაც ზე არაჩვეულებრივად გამოიყურება ახლა ეს სტეიკი და უკვე აი ამ ნახევრად შემწვარ. თუმცა ვისაც ოდნავ წითელი უყვარს და უფრო მედიუმი, მე ჩემთვის მაგალითად ეს ხორცი მზად არის, მაგრამ თუ გნებავთ რომ კიდე უფრო გამოშრეს, 1-5 წუთი კიდე გააჩერეთ. აი ეს კარტოფილიც დაიბრაცა, ეხლა ნახეთ აქვე. აი ესე, ეხლა აი ამ ხორცს ჩავდებ ესე. აი ამ соуსში ხედავთ ალბათ როგორ გამოიყურება და აი აქვე მაქვს სატაცური რომელიც ხორცს გარნირად მართლა ძალიან უხდება აი აქვე კარტოფილს და სატაცურს ერთად დავბრაწა ამას კიდე დავანთებ ცოტა ზედსაც დავუმატებ ასევე მარილს იცაკას არაჩვეულებრივი ვახშამი ექნება ესე დამთავრდა ჩემს სტუმარს და ეხლა კი უკვე დაველოდები და გავუშვი მაგიდას კარტოფილი და სატაცური მზად არის ხორცის და დროა გამოვიყო ნამცხვარი აი ესე ესეთი საზაფხულო პეროგი მაქვს. აი შეხედეთ. გამარჯობა ნათია. მოყვება სურნელს. როგორ ახარ? ყველაზე ბედნიერი ისეთი სურნელი დამხვდა შესასვლელში. ჩემი სტუმარი დღეს ნათია ფანჯიკიძეა, ფსიქოლოგი და ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება. ესე იგი დაგხვდი ესეთი მენიუთი ეს კარტოფილი და სატაცური მაქვს გარნირად მოთუშული როზმარინში და არის სტეიკი სოკოთი დიჟონის მდოგვით ოხრახუშით ბრენდით და აი ძალიან დატვირთული გემოები და მე გაქვს საზაფხულო ესეთი ფხვიერი არაჩვეულებრივი მარწყვის პეროგი სტუმარი შეიძლება დაგეხშოს ნერწყვის ყლაპვისგან და დარჩე მარტო მოდი გადმოგილებ ახლა შენ დააგემოვნე მე ჩვენ ვისაუბროთ გემრიელად. რაიმე პირდაპირ ეთერში შევსაცლო, ხო? აუცილებლად აქ ეს მართალი ასეთი შანსის გაშვება ხელიდან არ შეიძლება, თუნდაც საჯაროდ. ნამდვილად არ შეიძლება ეს. ღმერთო რა ბედნიერი დღეებია ხანდახან. აი ნათია ძვირფასო ინებეთ. შენკენა ცოლე ქვია ამას. ვაიმე რა ბედნიერი ვარ ღმერთო.
ღვინოს დაგისხავ წითელს ის ძალიან უხდება აი კონკრეტულად ამ კერძს. მე უარს არასდროს არაფერზე არ ვამბობ. უბრალოდ მე ბევრი რო შემომეჭმება. დარდის რეჟიმზე ჩავთავ ხოლმე ფსიქიკას, რომ ზედმეტად არ გავსუქდე. მართლა? ხო. შეგორ ჭრის. თორე გულწრფელად იდარდო. მოგეწონა ესე იგი ჩემი კერძი. დალოცვილი იყავი, მინდოდა მეთქვა და დიდი მადლობა. მაიმე უგემრიელასია. თი რა მინდა რომ კითხო ეგეთი რამე რომ ვიცი რომ შენ რაღაცა აქტიურად ხო მუშაობ და კიდე აი მინდა რომ რამე თერაპიებზე მელაპარაკო. მაგას აი კვების თერაპია, ანდა მზადების თერაპია რა არის საერთოდ? ხუმრობა არ არის სხვათაშორის, იმიტომ რომ ნებისმიერი შექმნა ნიშნავს პიროვნების სიმბოლურ ამოშენებას, შექმნას. და მით უმეტეს ხელოვნებას უთანაბრდება კულინარია, გააჩნია კიდე ის როგორ არის განხორციელებული. და მით უმეტეს კიდე რომ ამ სხვა ხელოვნებისგან განსხვავებით ჩართული არის მეტი გრძნობითი კომპონენტი. იქნება ეს გემო, ვიზუალი, ძალიან ბევრი ვნება, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში და პლუს კიდე საკუთარი თავის დაჯილდოებაც, აი ტვინში დაჯილდოების ცენტრი უკვე ელის მოლოდინი აქვს ბედნიერების და სხვისთვის ბედნიერების მინიჭების სურვილიც. ასე რომ ცენტრში ჩვენ ფსიქოთერაპიის ცენტრში პერიოდულად ვერა სისტემატიურად რა თქმა უნდა, მაგრამ გვაქვს კიდევაც კულინარიული თერაპია. ყველაზე სასაცილო და სახალისო იყო სხვათა შორის ის, რომ ძველი თაობის ნარკოდამოკიდებულები იყვნენ ხოლმე ხარშავდნენ წამალს და განსაკუთრებით მათთვის გამოდგა არაჩვეულებრივი ჩანაცვლება. რო გქონდა კულინარიული თერაპია, ჩამოვწერდით პროდუქტებს, ყველას მოჰქონდა თავისი რაღაც, ну ვისაც ფული არ ქონდა ხახვი, ვისაც მეტი შეეძლო თქვა. ქათამი ან რაღაცა და აი ეს სოციალიზაცია, სოციალური ნაწილი ამ წამალდამოკიდებულების, რომ მთელი საზოგადოება რო ელოდება, რომ აბა რა გამოვა, პრაქტიკულად კულინარიამ განკურნა ნარკოდამოკიდებულები. საინტერესოა. ხო, აი ამგვარი სახით, რომ მათთვის ეს აღმოჩნდა არაჩვეულებრივი ჩანაცვლება. ხო, რომ მოლოდინი, ანუ ყველა განცდა პრაქტიკულად იყო გამეორებული. სიამოვნების, სიხარულის, სხვების დასწრების და ნუ ბოლო შექების, რა თქმა უნდა. ასე რომ სულაც არ არის გამოგონილი ეს, რომ ჯერ ეგერთი გემრიელი საჭმელი ხო ამშვიდებს ნერვებს, გამოიყოფა სიამოვნების ჰორმონები და გაგიგიათ კიდეც ალბათ, რომ თუ კი პაციენტს აქვს კარგი მადა, ესე იგი ის სასიკვდილოდ განწირული არ არის. ხო, მას აქვს სასიცოცხლო ენერგია, აქვს სიცოცხლის გემოსკენ მიდრეკილება, ვნება, შესაბამისად, მისი საქმე აუცილებლად კარგად იქნება, რაც არ უნდა დღეს გრძნობდეს თავს ცუდად. სულიერი დაავადებების დროსაც ასეა, როდესაც აი დეპრესიის დროს ვეღარც გემოს გრძნობენ, ყველაფერი დაქვეითებული, აღარ უხარიათ აღარანაირი სიხარულის მიღება. ერთი კითხვა მაქვს ესეთი, აი ხო არის მაგალითად აი ეს ორნერი ტიპი არსებობს, მე რაც გამიგე, როდესაც აი თქვა ნერვიულობ, დეპრესია ვიღაცა არის საერთოდ არ ჭამს, მე მაგალითად პირიქით გაძლიერება, უნებლიებაზე გადავდივარ. ასე ვთქვათ, ეგეც ალბათ რაღაცა სიგნალია რაღაცა. ის არის კომპენსატორული მექანიზმი ჩვენი ფსიქიკის. რომ ჩვენს ფსიქიკას აქვს თავისი დამცავი ათასნაირი მექანიზმი და მათ შორის ერთ-ერთი რომ თუ კი მე აქედან ვიღებ სტრესს, აი აქედან დავაბალანსებ რაღაც სიამოვნებით. და რა თქმა უნდა ძალიან მარტივი დაბალანსება არის ის, რომ შევჭამ რამეს გემრიელს, ხო? ეს არის აი პირველადი რაღაც ორალური დაკმაყოფილება გემოების და ყოველთვის ის ადამიანები, ვინც ამბობს, რომ როცა ვღელავ ჭამ, უკეთესად იკურნებიან, მეტი სასიცოცხლო ძალა აქვთ, იმიტომ რომ კომპენსატორული მექანიზმი კარგად მუშაობს. არასდროს, ჩემო შემოქმედებითო ადამიანო, შენ როგორ უნდა ინერვიულ. და ის ადამიანები, ვინც ამბობს, რომ როცა ვღელავ, პატარა მღელვარებაზეც კი კრიჭა მეკვრება და ვერაფერს ვერ ვჭამ, მათ აქვთ რაღაცნაირი ერთგვარი გაჯიუტება, ხელისკვრა თერაპიის პროცესის მიმართ, ანუ მეტ გზას გიკეტავენ იმისთვის, რომ რეაბილიტაცია შედგეს. არის კიდევ ასეთ ეკვებითი დამოკიდებულებაც არსებობს, ხო? ესეც არის ხოლმე ემოციასთან კავშირში, ესეც არის ერთგვარი შინაგანი სიცარიელის განცდა, როდესაც ამოვსებას ადამიანი ცდილობს რაღაცა სასიამოვნოთი, ხო? მაგრამ ამ კომპენსატორული მექანიზმის დროსაც, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ როცა ვნერვიულობთ, ჭამთ, ჩვენს არაცნობიერს, სადაც ეს არაცნობიერ პროცესში მიდის, ხო? არა აქვს ზომაწონის განსაზღვრის უნარი, რომ ზომაწონა უნდა განსაზღვროს ფრონტალურმა ტვინმა. შესაბამისად, ეს კი არაჩვეულებრივია, რომ კომპენსატორული მექანიზმი მუშაობს და სიამოვნების მიღება გვინდა, მაგრამ ცუდი ის არის ხოლმე, რომ რამდენი გვინდა ამას ვეღარ ვიღებთ, რაც უფრო ვღელავთ, უფრო კომპენსირდებით.
და შესაბამისად შეიძლება უცებ გაგექცეს წონა. ამიტომ არის რომ აი ესეთი სულიერი კრიზისის დროს ზოგის სხეულის წონა მატულობს, ზოგის პირიქით იკლებს. შემიძლია ალბათ ნათია ხო უკვე რომ დესერტი შემოგთავაზო? კეთი, მე მგონი მართებულიც კი არ რომ დესერტი შემომთავაზო, იმიტომ რომ მაგ დესერტის გარეშე გულდაწყვეტილს ხო ვერ გამიშვებ. აი ესეთი მარწყვის ფხვიერი ცომისგან გაკეთებული ესეთი საზაფხულო პიროგია და რეცეპტში როგორც არის კლასიკური ამის რეცეპტი. რაღაცები არ იყო გათვლილი, მაგრამ მე რისი ვქეთივა რომ ჩემი ელემენტები არ შევიდა. რა თქმა უნდა. და დავამატე ამ მარწყვში ცოტა ბრენდი, იმიტომ რომ ვთვლი რომ ძალიან უხდება აი ამ ხილს და ესეთ ნამცხრებს. აღტაცებული ვარ შენი ყოველი იდეით. რაღაც უჩვეულო პრაქტიკა ეს პირდაპირ ეთერში ჭამა, მაგრამ ამ ხელად სტუნებას ჩემი აზრით ვერავინ ვერ გაუძლებდა. კარგად კი გამოიყურება. ყველა მაპატიეთ რომ მარტო მევჭამ. ხრები მეყვარს ისეთი მიკმაყოფილი, ძალიან მიხარია რომ ჰიპერკმაყოფილი ვარ, ისეთი რომ გაქვთ ესეთი ერთიანი სადილები, აი თქვათ ან გასვლითი რაღაცა ისეთი, იმიტომ რომ ის არის. გასვლითი უფრო ხშირად და საოჯახო სადილები რაღაცა უფრო შედარებით იშვიათი გახდა ის სადილი, რასაც ქვია, უფრო საუზმე და ესეთი მსუბუქი ვახშამი, იმიტომ რომ ირაკლის უწასული არის, შვილებიც უკვე დიდები არიან, ნიკუშამ უკვე ცოლი მოიყვანა და ეგ არის ძალიან კარგი კულინარი ჩემი ქალიშვილი და თვითონ რაღაც ლამაზ რაღაცებს იმზადებს ხოლმე. მეც დღე და ღამე ფაქტიურად სულ მუშაობ უფრო ხშირად და გამოდის რომ საუზმეზე მეტად ხვდებით ერთმანეთს. ეს ხო ერთგვარი კონტაქტი, აი მე მაგალითად ვფიქრობ რომ აი მეც ორი შვილი მყავს და ეს რაღაცა კეთება და მე ერთიანი ეს რაღაცა კონტაქტია. აბსოლუტურად მთავარი კონტაქტია, იმიტომ რომ აი ის მოგონება ის ყნოსვითი მოგონება, რომელიც ყველაზე დომინანტური მოგონებაა მოგონებებს შორის, ყველაზე ღრმად რჩება არაცნობიერში და სულ გახსოვს ადამიანს, აი შენი ქალაქის სუნი თუ რაღაცა ბებოს ბლინის სუნი თუ ასე შემდეგ, სულ მახსენდება, როცა ვბრუნდებოდი სკოლიდან და ჩემი დედიკოს სამზარეულოდან გამომავალი სუნი. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი სიმყუდროვე და ამას უფრო ვახერხებდი ბავშვები რომ პატარა მყავდა და მე ვმუშაობდი ნაკლებს. ძალიან კარგად ახსენდება ყველას ის დრო. ასევე აი ამერიკაშიც რო ცხოვრობდით, იქაც ის ყველაზე მეტად მენატრებოდა თონის სუნი და მისი სურნელი, თონის პური, თონის სუნი. ხო და ვაკეთებდი დუხოვკაში თონის პურის იმიტაციას. და თბილისიდან ყველას ვთხოვდი ხოლმე რომ ჩავამიტანეთ გუდის ყველი და ირაკლის უმეჩხუბებოდა რომ ნუ რას კადრულობ ადამიანმა ეს როგორ უნდა ჩამოგიტანოს როგორ აწუხებ და ნუ ვამბობდი რომ არა უშავს ფოლგაში გახვიეთ მე თვითონ ვასწავლიდი უსუნოთ როგორ ჩამოეტანათ აი ვისაც კი გამასპინძლები ვარ გუდის ყველით აი ამ ცხელი თონის პურით რომელსაც ვაცხობდი და ღვინით და ტარხუნით ეს ახსოვს ყველას როგორც რაღაც საოცარი დღესასწაული და მანამდე იმდენნაირი ყველაზე საყვარელი გიჟდები და ნუ კახურიზეთიც თუ გაგდა სალათას დააჭერი ხო დაასხი საერთოდ გული მოიგო ჩემი რამდენნაირი სუფრა არ მქონია რამდენნაირი რამე არ გამიკეთებია მაგრამ ყველა იხსენებს ხოლმე მაშინ რომ შენ პურს აცხობდი ხო და რაღაც მეც ძალიან მიხარია ხოლმე რომ ვიღაცის მეხსიერებაში ეს სურნელი და ეს გემო შევქმენი ძალიან მადლიანი საქმე არის ხო ასე რომ გეთო ყველაზე მადლიან საქმეს ემსახურები ადამიანების დაპურებას და დღეს ჩემ შემთხვევაში გამოგივიდა ძალიან დიდი მადლობა და გითხრა ჩემი გული მოიგე აი ხა შენ რა უკენი ჩემ გულს ხო ხვდები ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი აი იმ საკითხებზე რომ აი ეს ყველაფერი როგორ მოქმედებს ეს თერაპია რომ ბევრმა მინდა რომ იცოდეს ეს რაღაცები რომ არსებობს ეს თერაპიები რომელიც თვითონაც შეუძლიათ რომ გააკეთოთ თვით განკურნება რაღაც ესეთი ჩაატარონ ხო? რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ნათია აი ესეთ ძალიან საინტერესო და ამაღლებულ ნოტაზე მე თქვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე